გამარჯობა, დღეს გაჩვენებთ 301 რედირექტის მაგალითს. მოკლედ, ეს არის ასეთი სტატუს კოდი, რომელიც საძიებო სისტემას ეუბნება, რომ ვებ გვერდის URL-ი შეიცვალა სამუდამოდ. ეს ხდება ხოლმე იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც გვერდი არსებობდა, ტრაფიკი მოქონდა, მაგრამ URL-ი შეუცვალეთ, ან ის კონტენტი წავშალეთ და რაღაცა სხვა მსგავსი გვერდი შევქმნით, ოღონდ განსხვავებული URL-ით, მაგრამ ამ ახალს ან არ აქვს ტრაფიკი, ან უბრალოდ ძველსაც აქვს და ამ ძველი ტრაფიკის დაკარგვა არ გვინდა, ამიტომ უბრალოდ 404 ერორი ამოაგდოს არ გვაწყობს, რადგან მომხმარებლების დაკარგვას იწვევს და მოკლედ ვსვავთ 301 რედირექტს. დღეს გავაკეთებ 301 რედირექტს WordPress-ზე, ერთ-ერთი გვერდისთვის, ანუ ძალიან მინდოდა ამ ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ იშვიათია, როცა ესე ლაივში ვხედავ ხოლმე ჩემ page-ებზე გასაკეთებელი 301 რედირექტს, ანუ როგორ აღმოვაჩინე, ხო? ანუ ვიცოდი რომ გასაკეთებელი იყო, მაგრამ ანუ მაგალითად აი live მაგალითზე რო შევხედოთ, ეს არის keyword-ი, რომელზეც ვხედავთ რომ რაღაც ბოლო 28 დღის მანძილზე კონკრეტულ ვებსაიტზე, ну ახლა ამ რიცხვებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ არ დამიწყია ჯერ მუშაობა, როგორც წესდერიგია და შესაბამისად ტრაფიკიც არ არის და საიტიც ახალია და თან იშვია, ამიტომ არ მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ ცოტა impression-ი აქვს, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ საიტზე ყველაზე მძლავრი და impression driver keyword-ი არის take small business owners make when using SEO, ხო? და ეხლა რა ვშვებით? ანუ ნახულობთ, რომელ page-ზე მოყავს ამას. და ეს არის page-ი, რომელიც ჩნდება ამ keyword-ების შემთხვევაში, ხო? ანუ ამასთან page-ს აჩვენებს Google. მე ვიცი, რომ ამ URL-ის slug-ი შეცვლილი მაქვს, შესაბამისად ეს თავისთავად უკვე არასწორია და ვიცი, რომ error-ს ამომიგდებს, მაგრამ ну აი უბრალოდ მაინც მაგალითისთვის გავაკეთოთ ეს keyword-ი დავაკოპიროთ. ახლა მე გავხსნი incognito browsers და ჩავწეროთ აი ეს. ну, რო ჩამოვსკროლოთ, რა თქმა უნდა, პირველ გვერდზე არ ამოვარდა ჩვენი საიტი, იმიტომ რომ პირველი გვერდი რო ყოფილიყო, მაღალი ტრაფიკი იქნებოდა. ამის ექსპორტს ვაკეთებთ, აქ უკვე დაექსპორტებული მაქვს და ხედავთ რას, რომ მაგალითად ეს კონკრეტული keyword-ი, რომელიც გვაინტერესებდა, ბოლო 3 თვეში საშუალოდ არის 76 პოზიციაზე Google-ში. ანუ ეს არის სადღაც აი მე-6 გვერდზე, ხო? ანუ მე-7 გვერდზე. ანუ სადღაც აქ უნდა ტრიალებდეს, ესე რომ ჩამოვსკროლოთ. მე-7-ზე არ არის, მე-8-ზე არ არის. აჰა, აგერ, მე-6 გვერდზე. ეს არის ჩემი ვებსაიტი. ეს არის სტატია, რომელიც არსებობს. თან მინდა მეცადეთ ვებსაიტზეც შევალ თვითონ. ეს ქართული ვარიანტი ჯერ არ უნდა იყოს გამოჩენილი. აქ მოკლედ, აი, ეს სტატია ნამდვილად არის. აქ ხედავთ, რომ slug-ი არის განსხვავებული. იმისგან, რაც Google Search Console-ში ჩანდა. იმიტომ რომ აქაური slug-ი მოიცავს თარიღსაც, ესე. და შესაბამისად, ანუ error-ს ამოაგდებს. ანუ ჩვენ დავწმუნდით, რომ ეს სტატია ნამდვილად არსებობს. ანუ შეგვიძლია ესეთი რაღაცას გავაკეთოთ დამატებით. ეს keyword-ი დავძებნოთ და ამაზეც ამოაგდებს, ანუ აქ უკვე პირველივე result-ად აგდებს ჩემს website-ს, ხო? და ეხლა უყურეთ რა მოხდება. ამას რო ვაწვევი, მიგდებს errors. საინტერესოა, ხო? ანუ იგივე შემთხვევაში, იგივე რო გავაკეთო. აქაც ამას რო დავაწვევი, რა ხდება? error-ი არა და 2 წუთის წინ ნახეთ, რომ ანუ კონტენტი ამ სათაურის ქვეშ არსებულ ვებგვერდზე არსებობს. ეხლა რა ხდება? URL-ი, როგორც თქვი, არის განსხვავებული, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ URL ანუ ამას დავაკვირდეთ ხოლმე და ეხლა რა ხდება? დასკვნა ამ ამბიდან არის შემდეგი, რომ ეს არის ცოტა ძველი URL-ი,
რომელიც, ლამაზად არ გამოიყურებოდა და ზოგადად გადავწყვეტე, რომ საიტზე URL სლაგები ყოფილიყო ლამაზი და ბევრად ლამაზიზეც არ არის, უბრალოდ ბევრად უფრო კონტენტთან ქონოდა კავშირი, იმიტომ რომ რაღაცა თარიღს არ აქვს მნიშვნელობა, როდის არის კონკრეტულად ეს სტატია გამოქვეყნებული, ხო? ანუ, ამიტომ ეს არის სლაგი, აჩვენებს, რომ ბლოგია და შემდეგ უკვე სათაური. ამ სტატიის და ამ შემთხვევაში, სადაც გვეუბნება, რომ ვერ ვიპოვეო, ანუ აი ესე გამოიყურება ეს სლაგი, აქ ბლოგს ვერ ხედავთ და ასე შემდეგ. მაგრამ საქმე რაშია? როდესაც ჩვენ ამ keyword-ების მოძებნო ვცადეთ Google-ში, ხო? ანუ თუნდაც ამ სათაურის ამომიგდო ეს კვირტი, იმიტომ რომ ეს არის ბევრად უფრო ძველი, რაღაც ბევრად უფრო კარგი ავტორიტეტი აქვს და მოკლედ Google-ი ფიქრობს დღემდე, რომ მოკლედ ამ page-ზე არის ეს კონტენტი. იმიტომ რომ ესეც იყო ამ URL-ზე რა. მაგრამ ახლა აღარ არის და ეხლა რა მოხდება? მე თუ ამას შევინარჩუნებ როგორც error page, ანუ თქვათ, ეხლა ამას ექნება 404 status code, ხო, ანუ არც მჭირდება ნახვა. იმიტომ რომ page not found არის. დროთა განმავლობაში Google-ი ჩათვლის, რომ მე რაღაც ესეთი 404 page-ები მაქვს და ჯამურად დაფიქსდება იმაზე, რომ რამდენად ღირს კი, როდესაც ჩემი საიტი ვარდება ტოპში, რომ user-ი ჩემთან გამოუშვას და ამიტომ შეიძლება ცოტა ნაკლებად დამაპრიორიტეტოს, თუ ესეთ რაღაცას დავახვედრებ users და მეორე მხრივ, ანუ რაც პირდაპირ ჩემზე მოქმედებს, არის ის 27 impression-იანი ტრაფიკი, რომელიც არსებობდა და რაღაც 3 კლიკი თუ 1 კლიკი იყო რა მნიშვნელობა აქვს, რომელიც იმ impression-ებიდან ჩემ საიტზე შეიძლება გადმოსულიყო და შეიძლებოდა ზუსტად ის ერთი კლიკი ყოფილიყო ამ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც რაღაცა სერვისი იყიდდა, ხო? ანუ ამ შემთხვევაში უბრალოდ რაღაც 27-ია საუბარი, მაგრამ შეიძლება 2700 იყოს, შეიძლება 27000 იყოს, ხო? ანუ და წარმოგიდგენთ 27000 ადამიანის impression-ი დაკარგეს სრულად, იმიტომ რომ error page-ი გაქვს. ამიტომ ვაკეთებ აქ უნდა გაკეთდეს permanent redirect-ი რა. ანუ permanent redirect-ი ნიშნავს ის, რომ შევიდე WordPress-ზე და დავაყენო გადამისამართება. Google-ს უთხრა, რომ აი ეს ჩემი ბლოგი, რომელიც ამ URL-ზე იყო, ეხლა აქ აღარ არის და ვინც კი აქ შემოვა, ყველას მოკიდე ხელი და გამოუშვი აგერ ამ URL-ზე. ეხლა შევალ WordPress-ზე. სად არის WordPress-ი? სად? აგერ გადავკარგე. აგერ აქ ამ საიტზე rank-mass ვიყენებ. rank-mass plugins აგერ აქვს redirection-ები და ეხლა გავაკეთებთ პირველ redirects ამ საიტისთვის. ვაწვევით add news, მარტივია. გაიხსნება კონსოლი. მაგალითად ხო, ანუ ამ შემთხვევაში გვინდა რომ ზუსტად ეს URL-ი წამოვიდეს ახალ URL-ზე, ანუ ეს ტრაფიკი წამოვიდეს ამ URL-ზე. ასე და აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ redirection-ის ტიპი, ხო? 302 არის დროებითი redirection, რომელიც ანუ ცოტა ხნით მაგალითად შეიძლება web-guard-ი ანუ ეს კონკრეტული URL-ი, რავი, დასაედიტებელი გქონდეს და არ გინდოდეს რომ ვიღაცა აქ შევიდეს და ცოტა ხნით სადღაც გადაამისამართო დროებით, მაგრამ მე ისე უკან დააბრუნო. ამ შემთხვევაში რადგან ანუ ამ Slack-ს ნამდვილად აღარ შევცვლი და ზუსტად ვიცი რომ ამ სტრუქტურას შევინარჩუნებ, ამიტომ სამუდამოდ მინდა რომ აქ გადარედირექტირდეს, ამიტომ ესე ვაწვევი, ნიშნავს ამას ერთ permanent moves და ვაკეთებ redirects. ეს დაიმატ აქ და ახლა ვნახოთ რა მოხდება. აი, როდესაც აი წესით უკვე უნდა იმუშაოს. ხო, აგერ აქ შემოვიდეთ და დავაწვევთ რა მოხდება. აი, всё, redirecti მუშაობს. ეგ არის. ანუ აქედან როდესაც წევან გადავდიოდით, ხვდებოდით error page-ზე, ახლა უკვე ხვდებით იქ. აქ ნახე ეგეთი რაღაცაც შეიძლება გავაკეთოთ. Open link
copy link address რო გავაკეთოთ. ნახე. აი. ჩავაფეისტე და აქ ძველი URL-ია ისევ, მაგრამ როგორც კი აწვევი, გადმოდიხარ ახალზე, იმიტომ რომ redirect-ი მუშაობს. redirect-ის ნახვა შეიძლება სხვადასხვა SEO tool-ებში, თუ გაინტერესებს ჩართულია თუ არა URL-ზე redirect-ი, მათ შორის Screaming Frog-ში ყველაზე მარტივია, ანუ უბრალოდ, რა ვიცი, ChatGPT-ში შეგიძლიათ ჩააგდო და status code-ი იკითხოთ დიდხანობით გაჩვენებს. მოკლედ, ეგ იყო redirect-ის ამბავი. იმედია მოგეწონათ, გამოგადგებათ რამეში, დაასაბსკრაიბეთ channel-ი და დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, ან რამე კითხვა თუ გაქვთ, დაწერეთ კომენტარში. მადლობა და ნახვამდის.